საღამო მშვიდობის უყურებთ კურიერს 6 საათზე თამთა გაზაშვილთან ერთად. აზერბაიჯანის შემდეგ სომხეთი 1 საათში საქართველოს პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად ერევანში ჩავა. მიხეილ ყაველაშვილის კოლეგა უმასპინძლებს დაგეგმილია შეხვედრები როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. ვიზიტის შესახებ მეტ ინფორმაციას ლიკა ალელიშვილი გაგაცნობთ, ის ახლა სომხეთიდან პირდაპირ ეთერში გვერდდება. თამთა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილისა და ქართული დელეგაციის თვითმფრინავის სომხეთში ერევანის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით 1 საათში დაეშვება და დაიწყება მიხეილ ყაველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი სომხეთში. პირველი, ვინც საქართველოს პრეზიდენტს უმასპინძლებს, ეს იქნება სომხეთის პრეზიდენტი, გაიმართება პირისპირ და ასევე გაფართოებულ ფორმატში. შეხვედრები დაგეგმილია პრეზიდენტების ერთობლივი განცხადებების მედიის ეს ღონისძიებები გაიმართება ხვალ. ასევე საქართველოს პრეზიდენტს უმასპინძლებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანთანაც გაიმართება როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები. რა თქმა უნდა, საუბარი შეეხება საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ურთიერთობას, ამ ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას და რეგიონში არსებულ უსაფრთხოებასა და გამოწვევებს. პარალელურად საქართველოს პრეზიდენტი ასევე მოინახულებს ერევანში საქართველოს საელჩოს და გაეცნობა სომხეთში ქართველი დიპლომატების მუშაობას. პირველი ვიზიტი არის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სომხეთში. შეხვედრები არის დაგეგმილი კოლეგასთან, სომხეთის პრეზიდენტთან, ბატონ ხაჩატურიანთან, პრემიერ-მინისტრთან. შეხვედრები იქნება ასევე მთავრობის წარმომადგენლებთან, მინისტრებთან. ძალიან დატვირთული გრაფიკი არის სამუშაო. ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ვიზიტი. რამე თუ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია ჩვენმა ურთიერთობამ, შარშან-ხელი მოეწერა სტრატეგიულ ურთიერთობას სომხეთსა და საქართველოს შორის, დაიდო მემორანდუმი, ეკონომიკური ურთიერთობები, ტურიზმი ვითარდება ძალიან სწრაფი ტემპებით, ძალიან ბევრი რამ გვაქვს საერთო. კულტურის დღეები არის ცოტა ხანში გაიმართება სომხეთში, საქართველოს კულტურის დღეები და ბევრი რამ რაც არის უკვე დაწყებული და მათ შორის არის სამშვიდობო ინიციატივა, რომელთაც გამოვიდა საქართველოს მშვიდობიანი კავკასიის იდეით. საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი სომხეთში ორდღიანი არის, ის როგორც გითხარით დაახლოებით 1 საათში დაიწყება. საქართველოს პრეზიდენტი მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან გამართავს შეხვედრებს და პარალელურად შეხვედრა გაიმართება სომხეთის კათოლიკოსთანაც. მადლობა, ეს ლიკა ალელიშვილი იყო. მორგის ხდომა გამართა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დეპუტატების კითხვებს უპასუხა ვეტერანმა ფეხბურთელმა გიორგი ნემსაძემ. მან ისაუბრა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის 2007 წლის არჩევნებზე. მაშინ ყრილობაზე 19 დელეგატმა გიორგი ნემსაძეს მხარი დაუჭირა, მან გაიმარჯვა, თუმცა რამდენიმე საათში თანამდებობაზე უარი განაცხადა და ახალი ყრილობა დანიშნა. ფედერაცია ნოდარ ახალკაცის შვილმა ჩაიბარა. საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა საგამოძიებო კომისიის ხდომაზე დღეს განაცხადა, რომ პოსტის დატოვება მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსთხოვა. კიდევ რა განცხადებები გაკეთდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ კომისიაზე. კესო ქაფიანიძე ისაუბრებს დეტალებზე. ცოტა ხნის წინ დასრულდა დროებითი საგამოძიებო კომისიის რიგით მე-17 ხდომა და ბოლო, ვისაც დღეს მოусმინეს, იყო გიორგი ნემსაძე, ფეხბურთელი. მან გაიხსენა საკუთარი საქმეები წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებით. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნების 2 ეპიზოდზე ისაუბრა ნემსაძემ. პირველი ეს 2005 წლის რიგარეში არჩევნები იყო, არჩევნებამდე 4 დღით ადრე მოახსნევინეს გიორგი ნემსაძეს მისი კანდიდატურა, ხოლო შემდეგი ეპიზოდი, რომელზეც მან დღეს ისაუბრა, გახდათ 2007 წლის 13 მაისის არჩევნები, როდესაც არჩევნების შედეგად მოპოვებული პრეზიდენტის ტიტული დაათმობინა მიხეილ სააკაშვილმა. არჩევნებიდან გამარჯვებიდან 40 წუთის შემდეგ მან მოყვა, როგორ მივიდა მასთან დავით კირკიტაძე და როგორ გაასაუბრა სატელეფონო საუბრით მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და როგორ მოსთხოვა მიხეილ სააკაშვილმა ნემსაძეს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ იმ მომენტში მას დაეტოვებინა პოსტი და თანამდებობა და
სწორედ ასე მოიქცა ნემსაძე და მან უპრეცედენტო ფაქტი დააფიქსირა პრეზიდენტი არჩევიდან 40 წუთში გადადგა მან ასევე ისაუბრა სხვა დეტალებზე ზეწოლის წინა ხელისუფლების მხრიდან მასზე არსებულ ზეწოლის ფაქტებზე არა მხოლოდ 2007 წელს არამედ მის შემდეგ წლებშიც 2007 წლის 13 მაისს დაინიშნა არჩევნები, ყრილობა ტარდებოდა ქორწინა პერიოდში. მოხდა ესე, რომ 19-16 ხმით გავიმარჯვე. აღმასკომის სხდომა უნდა ჩავატარო და მოდის ადამიანი და მეუბნება, რომ დათო არისო ეს მოსულდა თქვენთან უნდა გასაუბრება. ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ ყრილობაზე პირი არ უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ჩარევას ერთგვარად ძირიფ ჩარევას ნიშნავდა და ცოტა მეუხერხულად. რაღაცა ისეთი კატეგორიულად მთხოვა მეგობარმა, რომ ძალიან თხოვ ეხლა გადიდა. დამხდა დათო ნამგალაურთან ერთად. სპორტისა და კულტურის მინისტრი იყო გოგა გაბაშვილი და სპორტის განხრით იყო ხელმძღვანელი დათო ნამგალაური. და მეუბნება, რომ მიშამ დამიეკან სააკაშვილმა და სასწრაფოდ უნდა შეთან დაკავშირებაო და დაგვახურა, გადაგვიარა, გადმოგვიარა. ძალიან შეურაცხყოფილი იყო დათო კირკიტაძე და შენთან უნდა გასაუბრება. ეკავს ტელეფონი და გისმენთ ბატონო პრეზიდენტო დათო ელაპარაკება. ახავარმე გიორგისთან და ეხლავე დაგალაპარაკებთ. ციტირებ, ნემსა ძალიან გთხოვ სასწრაფოდ გამოაცხადე ახალი ყრილობა. ორი სათხოვარი მაქვს. ერთი ესო და მეორეს გთხოვ, რომ 3 საათიან კურიერს რომ მოუსწრო და უკვე მოხდეს მიშენი ანუ თქვენი ამ განცხადების გაშვება. შიდა პოლიტიკური დაპირისპირება მაქვს და დამენგრევაო თავზეო ყველაფერიო და თუ რამე გინდა ქვეყნისთვის სასიკეთო ფეხბურთითო ანუ ეს რაც გთხოვე ის გააკეთეო თუ არა თუ არა ფეხბურთით უნდა დაიწყებ ქვეყნის გრევასო. ეხლა ისეთი დილემის წინაშე დავდექი რომ ეხლა ქვეყნის წინაშე არა ფაქტურად ქვეყანა და მე ვარ ჩვენ რა ეს არის და მე სხვა გადაწყვეტილების მიღების საშუალება არს ამიტომ არ არის პრობლემა მეთქი რაც ქვეყანას და მის კეთილდღეობას შეეხება მე მზათავარ ყველანაირად ვემსახურო ჩვენ ქვეყანას მეთქი და ამის მერე რაღაცა გზა მაჩვენეს რომ რაღაც ახანძო რაღაცა ისეთი ჩასასვლელი კიბე იყო, იმით ჩავედით, სადღაც გავუწვერით, მე რაღაცა მანქანა დამახვედრეს და ლოკომოტივის სტადიონზე გავიპარეთ, ესე გამოვიდა და იქ გავაკეთებ ეს განცხადება. დიდი დარტყმა მივიღე, იმიტომ რომ ერთი ჩემი ყველაზე დიდი რაც არის და ჩემი ცხოვრება მივეცი ფეხბურთს იმ სფეროში არ მომეცა საშუალება. მუშაობის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის პერიოდი 5 მაისის ნაცვლად 5 ივნისამდე გაგრძელდება. ამის შესახებ ეს საკითხი ხვალ დარეგისტრირდება ბიუროზე. დღეს როგორც კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა განაცხადა, ამ დრომდე 17 კომისიის ხდომა ჩატარდა, სადაც 55 პირი დაიკითხა, მათ შორის 30-მდე დაზარალებული. მე შეგახსენებთ, რომ კომისია არა მხოლოდ 2003-2012 წლებში წინა რეჟიმის საქმიანობა შეისწავლის, არამედ დღემდე გაგრძელდა 2012 წლიდანაც გრძელდება მათი მოკვლევის პერიოდი და სწორედ ამიტომ მოითხოვა კომისიამ, რომ გაუხანგრძლივდეთ მათ სამუშაობა და მე შეგახსენებთ, რომ ხვალ ჩატარდება შემდეგი კომისიის ხდომა დილით 10 საათზე. მადლობა კესო ქაფიანიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ფეხბურთის ფედერაციის სკანდალური არჩევნების კიდევ ერთმა მონაწილემ გაიხსენა 2007 წლის მოვლენები. დეპუტატების წინაშე წარდგა UEFA-ს მედია ოფიცერი ჟურნალისტი მამუკა კვარაცხელია. როგორც მან პარლამენტში განაცხადა, არჩევნებზე მომხდარი სკანდალის შემდეგ ყოველთვის საუბრობდა იმჟამინდელი ხელისუფლების სპორტში ჩარევაზე, ასევე მონაწილეობდა აქციებში. სწორედ ამას უკავშირებს გატაცებას და ზეწოლას. მისი მონათხრობით ერთ-ერთ დღეს მას მანქანა დაეჯახა, საიდანაც ნიღბიანი ადამიანები გადმოვიდნენ და გაიტაცეს. სპორტული ჟურნალისტი ყვება, რომ რამდენიმე პირი 30-45 წუთის განმავლობაში სცემდა, შედეგად 10 თითი, 6 ნეკლი, ლავიწი და სხვა ძვლები ჰქონდა მოტეხილი. ძალადობის შემდეგ, როგორც მამუკა კვარაცხელი ეყვება, ხელფეხ შეკრული ვაშლი ჯვრის ტყეში დატოვეს. 2007-ში ჩამოვედი კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად. იყო დაპირება რამდენიმე ხმის, რომელიც ზედარჩენებზე განოლდა ჩემი მხრიდან. რადგან ზუსტად ვიცი, რომ ქვეყნის პრეზიდენტის, მაშინდელი პრეზიდენტის სააკაშვილის მხრიდან იყო, ესე იგი,
დავალება, რომ ჩემთვის არც ერთი ხმა არ მოეცა. გიორგიმ ძალიან იბრძოლა, გიორგის ეხმარებოდა სერიოზული ჯგუფი ძალიან და მოიგوارჩენები. შევედით მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ კაფეში და ნახევარ საათში დავინახეთ. მოვისმინეთ ტელევიზორში ის რას მოვისმინეთ, რომ გიორგი ნემსაძე რომელსაც მოიგوارჩენები და მოიგო დიდი უპირატესობით გადადგა. დემონსტრაციები იყო გახსოვთ, უკვე მეორე წელსაც გაგრძელდა ეს დემონსტრაციები და შიმშილობდი კიდევაც ერთი კვირა ვიშიმშილე პარლამენტის წინ ერთ-ერთ კარავში. 1 ივნის ჩემი მეგობარი ჩამოფრინდა შოთა აროლაძის თამაშზე. დაურეკე ჩემი მეგობარს, ჩამოვებიდიო, მეთქი 5 წუთში მან დავარმეთი, უკვე შავი ზღვის ქუჩაზე ვარ, იცით ახლა ეს აეროპორტთან ასახვევი და როგორც კი აუხვიე დიდი შავი უნომრო ჯიპი აშკარად მეჯახერდა და სანამ მე გადავაყენებდი 4 მეტრიანი ტიპი ნიღბებით გადმოხტრები არიან, გამოგლიჯეს კარებები და ეგრევე მეცნენ, ეგრევე შემათრიეს თავის მანქანაში, აი რაღაც წამებში, რა კინოებში რო გინახეთ, ეგეთი რაღაც მოხდა რა. თავზე რა თქმა უნდა, ნიღაბი, ხელები უკან გაკრული, ფეხები უკან გაკრული და ეგრევე დამუშავება დაიწყეს. იქ წავიდა სერიოზული ფიზიკური დამუშავება, ძალიან პროფესიული ცემა, ესე ვთქვათ. 3 ტიპი მირტყავდა, როგორც მივხვდი და ერთი რაციაზე იჯდა, იმიტომ რომ რაციის ხმა ისმოდა სულ. და იყო საშინელი შეურაცხყოფა რა, გინებები, ნიშნობის ბეჭედისკი მომაძვრეს ხელიდან და ალბათ იცოდნენ რომ ჟურნალისტი ვიყავი და 10 თითი მოტეხილი მქონდა რა, თითებში მირტყეს რა, ერთი რაც მოახერხე უკან, მახსოვს რომ მარცხენა ხელი გადავაფარე მარჯვენას და საშინელ დღეში მქონდა მარცხენა ხელის თითები. და დაახლოებით 9 საათი 45 წუთი გაგრძელდა ეს სერიოზული ცემა. ერთ წერტილში 10 ღმერთმა ყოლა დაიფაროს, ერთ წერტილში 10-ში რო ურტყავენ ადამიანს, ეს არის საშინელი ტკივილი რა და ჭყვიდან გადაყავთ ტკივილს და თან გაგინებენ რაღაცა და მე რატომაც ისე მოხდა რომ მანქანაში მქონდა ჩემი 3 პასპორტი, ვიზებით, რა ვიცი, მობილოები რაღაცები და რო ნახეს ეს ეტყობა ძალიან ამეტანი სამშობლოს მოყავდეს არ გავსო რა, ეტყობა ინფორმაცია ჰქონდა უბრალოდ სახელი და გვარი და მანქანა. და მე ეტყობა ეს რაციაზე ვინჩის და უთხრა რომ ესეთი ის არის UEFA-ს ვიღაცა არის და მე ეტყობა მიიღეს გადაწყვეტილება ძლიერი ტიპები იყვნენ რა, ცალი ხელთან წია ერთმა მახსოვს და წამიყვანეს ვაშლიჯის ტყეში დამაგდეს. რას დაუკავშირებს? დღესვე საავტომობილო ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა შალვა უგბაიძემ მისცა ჩვენება დროებით საგამოძიებო კომისიას. მან განაცხადა, რომ თემურ ალასანიაშვილის ნიკოლოზ ალასანიას სასარგებლოდ ფედერაციის ხელმძღვანელობიდან წასვლა მოსთხოვეს, რაზეც დათანხმდა ამას გარდა ისაუბრა ფედერაციის ქონების დათმობაზე. როგორც მან განმარტა, ბანო მერაბიშვილი უსაბუთებდა, რომ ყველანაირად კარგი იქნებოდა თუ ავტოდრომს დათმობდნენ. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ამ ადგილას რუსთავის ავტობაზრობის მშენებლობა იგეგმებოდა. შალვა უგბაიძემ აღნიშნა, რომ დოკუმენტებში ფიგურირებს გიორგი უდესიანი. ფედერაციის საქმიანობის მიღმა თბილისის საკრებულოს მოქმედმა დეპუტატმა ისაუბრა 2011 წლის 26 მაისის აქციაზე გაიხსენა, როგორ გაუსწორდნენ ფიზიკურად არაერთხელ მას და მის შვილებს. პირველი, ვინც ავტომობილო ფედერაციის ქონებაზე და კერძოდ რუსთავის ავტოდრომზე საუბარი დაიწყეს, გახდათ ვანო მერაბიშვილი. მან ერთ-ერთი შეჯიბრის დროს მე ტელეფონი მომაწოდეს, რომ შენთან უნდა დალაპარაკებაო და როგორც თვითონ მითხრა, ის იყო ამერიკაში და მითხრა, რომ უნდა შევხვედრილიყავით ამ ავტოდრომის თაობაზე. რო ჩამოვიდა დამირეკეს და დაახლოებით ერთი 9 საათი 40 წუთი ვისაუბრა და ის ყოველნაირად მისაბუთებდა, რომ კარგი იქნებოდა თუ ჩვენ დავთმობდით ამ ავტოდრომს. ამ შეხვედრას წინ უძღოდა მაშინდელი გუბერნატორის ზურა მელიქიშვილთან შეხვედრა, რომელმაც მე წამიყვანა და იცით რუსთავის ფუნიკული ორსაძახიან. აი იმ იქნებ გადავცვალოთ ეს ადგილები. მე არ ვიცოდი რას აპირებდნენ. როგორც მოგვიანებით გავიგე, იქ თურმე კეთდებოდა ავტობაზრობა, რომელსაც აქეთ ამხარეს აგერ არის ესე იგი თუ არ ვცდები გიორგი უდესიანია, გზის მარცხენა მხარეს თბილისიდან რომ მიდიოდა და ხელმარჯვნივ. ახლა არ ფიგურირებს, მაგრამ ძალიან ხშირად ნახულობდნენ ამ ავტოდრომის შენებლობაზე, რომელიც შემდგომ გაიყიდა და ამ ავტობაზრობის შენებლობაზე ხშირად მოდიოდა ბატონი ვანო მერაბიშვილი. მე ჩემი აზრით შევძელი რომ დამესაბუთებინა, რომ ეს ცუდი იდეა იყო. ერეკლე კოდუამ მთხოვა რომ ისულიყავი მოდულის შენობაში. ვინ იყო ერეკლე კოდუა? სოდის უფროსი. და მე გაგონილი კი მქონდა, რომ არსებობდა რაღაცა ეგრეთ წოდებული სოდის სიები, მაგრამ მე ეს ვნახე პირადად, როდესაც მე ერეკლემ ირაკლი კოდუამ მაჩვენა, რომ ძალიან
სამწუხაროდ რომ შენო ამ ნუსხაში ხაროთ რუსეთ საქართველოს ფედერაციის გადადექით უკვე გადამდგარი ხართ? არა, ჯერ არ ვარ. ჯერ არ ხართ გადამდგარი და დაგიბარათ და ასე ვთქვათ მეგობრულად, ხო, გაჩვენათ შავი სია. დიახ. მათ შორის კომპიუტერშიც? კომპიუტერში დაბანახა ის ფაილებს მოვკარი, ესე იგი და ჩემისა და რომ ეს რა არისო? აი ამ ნუსხაში რატომ უნდა იყო? ეს იყო სოდის შავი სია. ყველაზე ძინე, რითაც დავიწყე საუბარი, ეს იყო უკვე ჩვენი დაჭერა მთელი ოჯახის. ეს იყო 26 მაისის სადამსჯელო ოპერაცია 2011 წლის, როდესაც ძალიან ბევრი ჩვენ აი აქ მყოფი ადამიანებიც ერთად ვილაშქრებდით იმ რეჟიმის წინააღმდეგ. ჩემმა მეუღლემ გამოგვიტანა ჩვენ ტანსაცმელი გამოსაცვლელი, მაგრამ ეს იყო სადღაც 9 საათი წვიმა დაიწყო და მაგრამ უკან გასვლა უკვე იყო საშიში, იმიტომ რომ უკვე ვიცოდით რომ უკან გასვლის დროს შეურაცხყოფის, ფიზიკური შეურაცხყოფის გარეშე არავის არ უშვებდნენ. ეს იყო მთლიანად გადაკეტილი მოედანი, ეს ჩიტაძის ქუჩა იქნებოდა, რუსთაველის ორივე მხარე იქნებოდა, ხო, ეს იყო ოპერაცია ყულფი, რომელიც ესე იგი იმ სულძაღლიანმა როდიონოვმაც კი ხომ რაღაც ნაწილი გზა დაგვიტოვა გასაქცევი 9 აპრილს 1999 მერაბიშვილმა არ დაგვიტოვა ერთი აი არსად გასაქცევის საშუალება არ იყო. უნდა ყველა ამ ხორცსაკებ მანქანაში უნდა დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე დღის პირველ ნახევარში შპს ჟინერის ქონებრივი უფლებების დარღვევის საქმე განიხილეს მოусმინეს ბიზნესმენ თემურ ჭიჭინაძეს და შოთა მაჭარაშვილს. ჟინერის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მისაუბრა მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე. თემურ ჭიჭინაძის განცხადებით, მათ ქონება იძულებით ჩამოართვეს, დააზარალეს კომპანიის ინვესტორები, მრავალმილიონიანი ქონება კი კონკრეტულმა ჯგუფმა გაინაწილა. იმ პერიოდში ჟინერი ჟინვალ ჰესს ამუშავებდა. მერაბიშვილი იყო ეკონომიური კომისიის თავმჯდომარე და იმ დღის შემდეგ დაიწყო სერიოზული შემოტევები უკვე გესზე ხელში ჩასაგდებად. მერაბიშვილმა რამდენჯერმე ჩაატარა კომიტეტის ხდომა, რომ გვაბრალებდნენ, რომ ჟინერი არ იხდიდა საიჯარო ქირას. აქ იყო ესეთი კომპანია პეტერსონ ბენკლაფი, ამერიკაში იურიდიული კომპანია, რომელთანაც თავის დროზე სააკაშვილსაც ჰქონდა შეხება. და მათი მითითება და ის იყო, რომ ენერგეტიკულ ობიექტებს დაპატრონებოდნენ. USAID-იც უმაგრებდა მათ ხარს, იყო ესეთი ემრიხი წარმომადგენელი მათი, რომელიც ესეთი გაერთიანებული ძალებით ცდილობდნენ, რომ რაღაცნაირად მოხდარიყო, რომ ეს გესი ჩამოერთმია. დამაკავეს მე საკრებულოს წევრი გახდით იმ პერიოდში. საკრებულოდან რომ გამოვედი, დამხვდნენ ორი მამაკაცი დამხვდა. თხოვეს რომ გავყოლოდი, მე ვარი უთხარი. გაყოლაზე წამოვედი მანქანაში ჩავჯექი, მაგრამ გამიკეთეს ექსპორტი წინ და უკან. და ესეთი იძულების წესით ჩემი მანქანა მიიყვანეს, მაშინ ნახალოკაში იყო ფინანსური პოლიცია. რაღაც შეთეთხლილი ბრალდება იყო დამიდეს, რომელიც რამდენიმე დღით ადრე ყოფილა უკვე წარდგენილი, რომელიც მე არ ვიცოდი, რაღაც წყლის ლიცენზიასთან დაკავშირებით და მითხრეს, რომ უნდა დათმოთ შენი წილი. თბილისის პროკურატურამ ნიკამელიას ბრალი წარუდგინა საქმე ეხება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი კომისიის ხდომაზე ახსნა განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა. ეს კი ისჯება ჯარიმით ან 1 წლამდე პატიმრობით. იმდენად აბსურდული არის ყველაფერი და უკანონოა, რასაც ესენი აკეთებენ განსაკუთრებით შარშანდელი არჩევნების შემდეგ, ამაზე კომენტარის გაკეთებაც საბოთ არ ხის. ყველა კონკრეტულ ნაბიჯთან დაკავშირებით კომენტარს იმ დროს გავაკეთებ, როდესაც იქნება ამისი ასევე კონკრეტული დრო და საჭიროება. საგამოძიებო კომისიას და ქართველ ხალხს გაურბიან ის რადიკალები, ის ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები, ვის მიერაც
2012 წლამდე არსებული რეჟიმის შექმნის არქიტექტურაში ცხადია დიდი როლი მიუძღვის, ასევე 2012 წლიდან დღემდე მათ საქმიანობა პირდაპირ მნიშვნელობით ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული იყო და ეს ყველაფერი საზოგადოების მიერ არაერთგზის იყო დანახული და შეფასებული. ეხლა, როდესაც არ გინდა პასუხი გაცე საჯაროდ საზოგადოებას და ქართველ ხალხს მოგიწევს პასუხები გაცე პროკურატურაში, საგამოძიებო ორგანოებში და სასამართლოში იქ დასმულ კითხვებს. ეს ყველაფერი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, სისხლსამართლის კოდექსით. შესაბამისად, გასაკვირი არც მელიასთვის, მე თვითონ ახლა მელიასი რაღაც კარგად უნდა იცოდეს ეს კოდექსი, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი მუხლის დარღვევის გამო აქამდეც მოუწია პასუხისმგებაში ყოფნა, არც ეს მუხლი იქნება ამ შემთხვევაში გამონაკლისი. ჭიათურაში მოხდარ დაპირისპირებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლი დაიწყო. საინიციატივო ჯგუფის წევრები წინ გადაუდგნენ შუქრუთის მაღაროს დირექტორის თენგო კობერიძის ავტომობილს, ის მანქანიდან გადმოიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას დაზიანებები ქვებითაც აქვს მიყენებული. ექიმების ინფორმაციით კობერიძეს დაუდგინდა ყბასახის მოტეხილობა და დაშავებული გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებს. საინიციატივო ჯგუფის წევრები, რომელთა ნაწილს კომპანიის ინფორმაციით კომპენსაციები უკვე აღებული აქვთ, მაღაროების სამუშაო ჯგუფებს ობიექტზე შესვლის საშუალებას არაძლევენ. განცხადება ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიამ გაავრცელა. დღეს მოხდარი ფიზიკური ანგარიშწორება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რადიკალურ ჯგუფს სხვა მიზანი ამოძრავებს და მათი ინტერესში საერთოდ არ შედის საწარმოების განახლება. დღევანდელმა პროცესმა დაადასტურა ისიც, რომ აქციების ორგანიზატორებს სამმხრივი კომისიის ფარგლებში მიღწეული შეთანხმების ჩაშლა სურთ, რასაც ადასტურებს მათი ყოველდღიური მუქარა და შანტაჟი როგორც კომპანიის მენეჯმენტის, ასევე რიგითი თანამშრომლების მიმართ წერია კომპანიის განცხადებაში. ყველა დაძილებას ასე დაჯილუჭებთ თავს და იღებს ისეთ საგადრის პასუხს, როგორც დღეს მიიღო ერთ-ერთმა ადამიანმა, ერთ-ერთმა დირექტორმა. ისე მოყვება ის დირექტორები, ისე დაიბეგვებიან ის სათითაოდ ეს დირექტორები, რომელსაც დღეს რაც დაემატა ნახავენ და სამაგალითო იქნება იმათთვის. ყველას მოგმართავთ, გაბედეთ და შედით რომელიმე მაღაროზე, ვინც გინდათ ის იყავით. ყველას დაგელეცებათ თავპირი, პირდაპირ გეუბნებით. არავინ არ გადარჩებით და ვერ წაყვეთ ისე, ვისაც თავპირი არ დაგებებება. პაციენტი შემოვიდა კლინიკაში ნაცემ მდგომარეობაში, უჩიოდა ძირითადად სახის არეში და თავის არეში ტკივილს, აღენიშნებოდა ექსკორიაციები სახის არეში. ჩვენი მხრიდან ჩატარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, დადგინდა ორიმალიზულის მოტეხილობა მარჯვნივ. შოკირებული ვარ იმის გამო, რაც მოხდა. არ ველოდი მოვლენების ასეთ ბარბაროს უგანვითარებას. ჩვენ რამდენიმე დღის წინ კაფეო თქვით, რომ ჩვენ არ გაუკეთებთ კომენტარებს ისეთ მოვლენებს, რომელიც არ არის დაკავშირებული წარმოებასთან, მაგრამ დღევანდელი სიტუაცია იძულებულს ხვდის, რომ გარკვეული შეფასება გავაკეთოთ. ძალიან დაუფარავი და პირდაპირია ამ დესტრუქციული ძალის მიერ, ფიზიკური ანგარიშწორებით მუქარა. ჩვენი თანამშრომლების მიმართ. მათი ლოზუნგები ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და რაც ჩვენს გეგმაშია, იმავეს ითხოვენ და ჩემთვის გაუგებარია და არაკორექტულია მათი მოთხოვნები. რა აზრი აქვს მუქარასა და კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებს მაშინ, როდესაც მათი მოთხოვნების გარეშეც ჩვენ ყველა პირობას ვაასრულებთ. მე იმედი მაქვს, ეს ინციდენტი იქნება ერთადერთი და მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება. პოლიტიკური შეფასებების საგანია პარლამენტის თავმჯდომარის ვრცელი წერილი შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დაიწყო შეხვედრები, გამოჩნდა დიალოგის ნიშნები და დაიძრა ურთიერთობები. საქართველო კვლავ რჩება დასავლურ ორბიტაზე, მისი კარი ღია, ერთგულია მეგობრებთან 20 წლიანი სტრატეგიული პარტნიორობის და მზად არის ახალი ფურცლის გადასაშლელად, ეს არის ციტატა ვრცელი ტექსტიდან. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ განცხადება სპეკულაციურია და მართველი გუნდი პარტნიორობისგან მხოლოდ კრიტიკულ ნაბიჯებს იღებს. სპიკერის პათოსს იზიარებენ ქართული ოცნების წევრები. აგებულ თამაშს ცდილობენ გაყიდონ მოგებულ პარტიად. პარლამენტი არ არის აღიარებული დასავლელი პარტნიორების მხრიდან, ლეგიტიმაცია ვერ მიიღო, სანქცირებულია ოცნების უმეტესი ნაწილი, ხალხის განდობა არ არის, ქვეყანაში არც კეთილდღეობა, არც სტაბილურობა და არც ის ევროპული მომავალი, რომელსაც ესე უღირსად ატყუებდნენ ამ მრჩეველს. იყო არანორმალური რაოდენობის დარღვევები როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს და არჩევნების შემდეგ. ჩვენ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ვნახეთ, ასევე არასწორად მენეჯმენტის მიმართულებით ჩვენ ვნახეთ ეს დარღვევები წინასაარჩევნო პერიოდის საკანონმდებლო რეგულაციების, არასწორი საკანონმდებლო რეგულაციების თვალსაზრისით.
საბოლოო ჯამში ეს ყველა მცდელობა ჩავარდა მათი და ახლა პარლამენტში არ შემოსვლით თუ ვინმე ფიქრობს რომ ქართულ სახელმწიფოს რაიმე ფორმით საფრთხე შეუქმნის მის ფუნქციონირებას, ნუ ბუნებრივია რომ ეს არის სრული აბსურდი და სრული ნონსენსი. საქართველოს პარლამენტს ყავს არჩეული დეპუტატები, საქართველოს პარლამენტი ფუნქციონირებს კონსტიტუციის სრული დაცვით, იქ არსებული რეგულაციების და ასევე რა თქმა უნდა პარლამენტის რეგლამენტით არსებული რეგულაციების სრული დაცვით, ამიტომ თუ რამე ეწყინათ აგენტებს და თუ არ გამოუვიდათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ დავალების მიღწევებს საქართველოში ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემების შექმნა, ნუ ამაზე ჩვენ ბოდიში ნამდვილად ვერ მოვიხდით. ზედაპირზე ამოვიდა ყველა სუბიექტის გეგმა და არა მარტო გეგმა, შესრულებული სამუშაო შინაარსი და ხასიათი. რას აკეთებს ქართული ოცნება და რას აკეთებს ოპოზიცია წოდებული გაერთიანება. კოლექტიური ნაცმოძრაობა. არის კონკრეტული ამოცანა, რომელიც უკავშირდება ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლას. არის მეორე ამოცანა, რომ ქვეყანა გავიყვანოს სამშვიდობო, შევინარჩუნოს სტაბილურობა და ის ნამაჩვენებლები, რომელიც თელმა მსოფლიომ აღიარა და რეიტინგებში არის ასახული, რომელიც კვირაში ერთხელ ქვეყნდება და საქართველოს მოწინავე პოზიციაზე დგომას უჩვენებს. შედეგით უნდა ვიმსჯელოთ, შედეგით და არა იმ ტრენდებით და იმ მონათხრობით, ხშირ შემთხვევაში იმ ზღაპრებით, რითიც ცდილობენ ჩვენი ოპონენტები გამოყვანონ საქართველოს საზოგადოება. შალვა პაპუაშვილი წერილში არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ პერიოდს განიხილავს, საუბრობს გარე ძალების ჩარევებზე. მისი თქმით, USAID-ის ჩახსნა, მათ შორის საქართველოდან სხვა ფონდები აიძულა ნაწილობრივ შეევსოთ ფინანსები. სწორედ ამ დაკნინებულ პროტესტს ვხედავთ დღეს, წერს პარლამენტის თავმჯდომარე. გაბრაზებული უცხოეთის აგრესია ნოემბრის დასაწყისში ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება მას გაზარდა. არჩევნებში დამარცხებულ ადმინისტრაციას ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე თბილისის ზღვარგადასული პროტესტისთვის და მორიგი ფერადი რევოლუციისთვის მწვანე შუქი სრულიად ჰქონდა ანთებული. სრულიად მოულოდნელად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჯაროდ მთელი მსოფლიოს გასაგებად გამოაცხადა იმ მავნე პრაქტიკის დასრულების შესახებ, რომელსაც იყენებდა ამერიკის ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე ვილძალად მონათული USAID-სა და NED-ის გამოყენებით. USAID-ის როგორც მთავარი დონორის ჩახსნამ საერთაშორისო ასპარეზიდან და მათ შორის საქართველოდანაც სხვა ფონდები აიძულა ნაწილობრივ მაინც შეევსოთ ევროებით გამქრალი დოლარები. სწორედ ამ დაკნინებულ პროტესტს ვხედავთ დღეს, რომელსაც გაკოტრებული დღის წესრიგით მაინც ახალისებენ. არჩევნებიდან 6 თვის თავზე ქართულმა ოცნებამ საზოგადოებას გამარჯვების რწმენა დაუბრუნა. მან არა მხოლოდ თავის ამომრჩეველს, არამედ ოპოზიციურ ელექტორატსაც კარგად დაანახა, რომ ქართული ოცნება ემსახურება მხოლოდ საქართველოს და მის ეროვნულ ინტერესებს. უცხოური გაუმჭვირვალე დაფინანსება ემსახურებოდა უცხოეთის ინტერესებს და მათ დღის წესრიგს. ომის საშიშროება რეალურია და ომის მსურველთა გეგმაზე მორევა ამერიკის პრეზიდენტის ნებასაც კი უჭირს. ქართული ოპოზიცია მიბმულია გარედან მიღებულ ინსტრუქციებს და ხალხის ლეგიტიმაცია მათთვის არაფერია. ქვეყანაში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარების გარანტი მხოლოდ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, ქართული ოცნებაა. შეცვლილი საერთაშორისო ვითარების კვალდაკვალ ხელისუფლებამ ოპონენტი პარტნიორები აიძულა, რომ მისი სამართლიანი კანონიერი და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული მოთხოვნებისთვის ანგარიში გაეწია. დაიწყო შეხვედრები, გამოჩნდა დიალოგის ნიშნები, დაიძრა ურთიერთობები, ხოლო მტრულად განწყობილი გარე ჯგუფების მხრიდან საქართველოს იზოლაციის მცდელობა და სანქციების დაშინებამ შედეგი ვერ გამოიღო. საქართველო კვლავ რჩება დასავლურ ორბიტაზე. მისი კარი ღიაა. ის ერთგულია 30 წლიანი სტრატეგიული პარტნიორობის მის მეგობრებთან და მზადაა ახალი ფურცლის გადასაშლელად. სწორედ მართვა, ცოდნა, სიბრძნე, გამოცდილება ეს მხოლოდ საშუალებებია. მთავარი ამ პროცესში სამშობლოს უდიდესი და უპირობო სიყვარულია. ქართული ოპოზიცია სამწუხაროდ ამ უცხო გლობალური ინტერესების ბრმა იარაღად იქცა და ნამდვილად ქართულ მშობლიურ გამოცდილებას დაუპირისპირდა. ჩვენ ამ ბრძოლას კიდევ ერთხელ მოვიგებთ და საქართველოში ახალ ფურცელს გადავშლით.
ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანოს უწოდებს ქართული ოცნება ფონდ ღია საზოგადოების ყოფილი მკვლევარის ვანო ჩხიკვაძის მოსაზრებებს. ქართულ ოცნებას ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესება ჯერ არ დაუსრულებია, ამ სათაურით სტატია ჟურნალი ჯეოპოლიტიკი აქვეყნებს. სტატიაში ვანო ჩხიკვაძე წერს, რომ ბრიუსელმა ყველას უნდა აჩვენოს, რომ ქართული ოცნება ვერ შეძლებს თან ასოცირების ევროპული პროექტიდან გავიდეს და თან ევროკავშირთან თანამშრომლობის ეკონომიკური თუ სავიზო უპირატესობები შეინარჩუნოს. სახელმწიფო პარტიის შეფასებით ეს არის დასტური, რომ მესამე სექტორი uvizო რეჟიმის შეჩერებას ეთხოვს. ევროკავშირი ურთიერთობების მოსალოდნელ გაუარესებას პასიურად არ უნდა დაელოდოს. მან უნდა გააძლიეროს საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიაზე დაკვირვება და ნათლად განაცხადოს, რომ გაწევრიანების პროცესიდან გამოსვლა არაუბრალოდ პოლიტიკური მანევრი, არამედ კატასტროფული გადაწყვეტილებაა, რომელსაც რეალური შედეგები მოჰყვება. ბრიუსელმა ყველას უნდა გვაჩვენოს, რომ ქართული ოცნება ვერ შეძლებს თან ასოცირების ევროპული პროექტიდან გაიძურწოს და თან ევროკავშირთან თანამშრომლობის ეკონომიკური და სავიზო უპირატესობები შეინარჩუნოს. ეს ის ვანო ჩხიკვაძეა, რომელიც ქალბატონ საბანაძესთან ერთად თუ არ ვცდები, ერთ-ერთი პიონერები იყვნენ ქვეყნის ღალატში საერთაშორისო მასშტაბით, კერძოდ თავიანთ პატრონებთან, როდესაც ეახდნენ ვაშინგტონში და რა იკადრეს და რა კადრეს ჯერ თავიანთ თავს, მაგრამ თავიანთ თავთან და ღირსებაზე აგენტს როგორ უნდა ესაუბრო, ხო? ესენი არიან ეთნიკურად ქართველები, უბრალოდ რეალურად ქვეყნის მოღალატეები და ეს ღალატის ქრონიკა ვნახეთ ჩვენ პირდაპირ ეთერში და ესენი არიან ღალატის ერთ-ერთი პიონერები. რომლებიც ჩაბრძანდნენ ვაშინგტონში და მათი მხრიდან კიდევ ერთი ხაზგასმაა და კიდევ ერთი თვითმხილებაა, რომ ეს არის სწორედ იმ ძალის ერთ-ერთი ფიგურანტები არიან, იმ აგენტების, რომელიც დღეს ოპერირებენ ჩვენ ქვეყანაში კოლექტიური ნაცნობების სახით, რომელიც ყველაფერს აკეთებენ, რომ თავის ქვეყანას მიაყენონ ზიანი, სახელმწიფოებრიობას მიაყენონ ზიანი და ეს ის ხალხია, რომელიც სამშობლო რა არის იცის. და ეს არის ის სახელი და გვარები, რომელიც პირდაპირ პროპორციულ და სინონიმია უსამშობლოსთან. ბათუმის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა მზე ამაღლობელი საქმეზე მორიგის ხდომა განხილვის დაწყებამდე იყო ხმაური. სასამართლოში გრიგოლ ბესელიასა და ირაკლი დგებუაძის მისვლას დაკვირვებული ჟურნალისტის მხარდამჭერების მხრიდან შეძახილები მოყვა. ორივე არის პროკურატურის მოწმე. მზე ამაღლობელს სწორედ ბათუმის პოლიციის უფროსზე თავდასხმას ედავებიან, მან ირაკლი დგებუაძეს სილა დააწნა. დანაშაული კი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ქალბატონი მზია დგას ქალბატონი ერთთან ერთად აგრესიული იყო და ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო. რომ შემოუწევდა შემოვიდოდი უკეთო გებუაძე გამოდის მის თანამშრომლებთან ერთად ქალბატონი მზია ეკითხება გებუაძეს თუ რასთან დაკავშირებით იყო დაკავებული გადაიწერები გებუაძე ხიმ მართავს გებუაძე ბრუნდება, მე ქალბატონი მზია პოლიციის ფორმაზე გაჩავს და ხელს უთხრავს სახის არეში. მე ხდება ქალბატონი მზიას დაკავება და ეგ იყო და ეგ. გამოდები აქციის მონაწილეებთან და დავიწყე მათ მოწოდება დამშვიდებული. ამავდროულად ვაკეთებდი კომენტარებს კონკრეტულ პირთა დაკავების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებთან მიმართებით. აი ვიდეო ჩართეთ, სადაც ქალბატონი მზია ხელს ურტყავს სახეში გებუაძეს და მათ ვიდეოშიც განუმარტავთ გებუაძემ ქალბატონი მზიას და ქალბატონი მზეს რაზე მოხდა დაკავება. გებუაძემ რა განუმარტავ? არა, მე მეკითხები. ანუ ხელმძღვანელები, მე ვიყავი ხელმძღვანელი, გებუაძე იყო ხელმძღვანელი. მათ და უმარტავთ ხელმძღვანელები და ხო? არა, კითხვა რომის უწევს მამაშვილი მოკლეს გორში არსებული ინფორმაციით სავაჭრო ცენტრში ცეცხლი ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ გახსნა სროლის შედეგად 30 წლის მამაკაცი ადგილზე მამაკი სამედიცინო ცენტრ გორმეთში გადაყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. თვითმხილველების განცხადებით ბრალდებულიც და მოკლულებიც დიდი ხნის ნაცნობები იყვნენ და წლებია სავაჭრო ცენტრში მაღაზიებს ფლობდნენ. სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავეც ხელკვალზე დააკავეს. მოტივი არის უცნობი. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. დაპირისპირება მომხდარა და ესროლა მამას შვილი გამოესარჩა შვილსაც ესე შვილი დაღუპულა თანამშრომლები არიან მაგრამ არაფერი არ მომხდარა მანამდე არ ვიცი აი არ ვიცი მართლა მეტი არაფერი არ ვიცი გავინახე ბევრი მანქანები აქა მეგონა ავარია და რო შემოვედი რომ გავიგე მკვლელობა მოხდაო ეს არის კურიერი 6 საათზე რეკლამის შემდეგ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ. ნატო საქართველოს სწავლება 2025 დაიწყო სწავლება ოფიციალურად გრწანიშში საერთო საჯარისო ცენტრში გაიხსნა. წვრთნაში ნატოს წევრი და პარტნიორი 17 ქვეყანა მონაწილეობს. ეს კვირიგით მეოთხე სწავლებაა, რომელიც 3 წელში ერთხელ საქართველოში იმართება.
დღეს ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა ადგილზე ვიხილოთ მრავალწლიანი თანამშრომლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგი, რომელიც ნატოს საქართველოს მჭიდრო ურთიერთობის მკაფიო მაგალითია. ნატოსა და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია საქართველოს თავდაცვის ძალების თავსებადობის მაღალი დონე და ის ფაქტი, რომ საქართველოს დღესაც განაგრძობს მოკავშირეების ხარდახარ მნიშვნელოვანი წვლილი შეტანას საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ნატო საქართველოს 2025 თავისი შინაარსის გათვალისწინებით ძალიან მნიშვნელოვანია ნატოს წევრი ქვეყნებისა და მის პარტნიორებს შორის სამხედრო შესაძლებლობების, თავსებადობისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით. ჩვენი მიზანია მრავალ ეროვნულ გარემოში გაუმჯობესდეს და გაძლიერდეს ნატოსთან საქართველოს თავდაცვის ძალების თავსებადობა, სამხედრო ძალის მართვის, კოორდინაციისა და კონტროლის თვალსაზრისით. ნატო სამხედრო ორგანოების სახელით ყველას მოგესალმებით ნატო საქართველოს რიგით მეოთხე სწავლებაზე, რომელიც ნატო საქართველოს არსებითი პაკეტის ინტეგრირებული კომპონენტია. მინდა ჩემი გულითადი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ სწავლების აღსრულებაშია ჩართული. განსაკუთრებით მიმართავ ნატო საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს, რომელიც 2016 წლის შემდეგ, როდესაც რიგით პირველ სწავლებას უმასპინძლა ახალგაზრდა ინსტიტუციიდან დღეს კომპეტენტურ და თავდაჯერებულ საწვრთნელ ცენტრად, მენტორობიდან შესაძლებლობების მიმწოდებელ ჰაბად გადაიქცა. სამუშაო ადგილზე მოხდარი უბედური შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია სტატისტიკას შრომის ინსპექციის სამსახური აქვეყნებს. ამავე ინფორმაციით შემცირებულია ჯარიმის გამოყენების მაჩვენებლებიც. ეს კი იმ ფონზე, როდესაც მზარდია შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ჩატარებული გეგმიური და არაგეგმიური ინსპექტირების რაოდენობა ოფიციალური მონაცემებით ბოლო 4 წელში შემოწმების ინტენსივობა თითქმის 5-ჯერ არის გაზრდილი. შრომის ინსპექციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით 2024 წელს სამუშაო ადგილზე საწარმოო უბედური შემთხვევების ინციდენტების რაოდენობა 2023 წელთან შედარებით 23%-ით, მძიმე დაშავებულ დასაქმებულთა რაოდენობა კი 22%-ით არის შემცირებული. ასევე შემცირებულია ადმინისტრაციული ჯარიმების რაოდენობაც. უწყებაში აცხადებენ, რომ შრომის უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით მდგომარეობა გაუმჯობესდა და სახელმწიფო ზედამხედველობა უფრო გააქტიურდა. 2018 წლიდან ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ აქტიური რეფორმები განხორციელდა საქართველოს მთავრობის მიერ, რომლის შედეგადაც 54%-ით შემცირდა ფატალური უბედური შემთხვევების სამუშაო ადგილზე და წინა წელთან უშუალოდ ინციდენტები შემცირებულია 24%-ით საშუალოდ. ეს ნიშნავს, რომ რეფორმები, რომელიც განხორციელდა, არის წარმატებული და ამ გზაზე კვლავ გაგრძელდება როგორც საკანონმდებლო დახვეწის მიმართულებით ღონისძიებები, ასევე ცნობიერების ამაღლების მიმართულებით განხორციელებთ აქტივობებს. გასულ წელს შრომის ინსპექციამ სამუშაო ობიექტებზე 3201 ინსპექტირება ჩაატარა. ინსპექტირების მთავარი მიზანი კი შრომის უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა და სამუშაო სივრცეში არსებული რისკების გამოვლენაა. დასაქმებულებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, პრევენციული ზომების გაძლიერება და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა დამსაქმებლის პასუხისმგებლობაა. ჩვენ ყველანაირი სტანდარტს ვემორჩილებით და ვატარებთ რიგ ღონისძიებებს ობიექტზე, რაც გამოიხატება იმაში, რომ აღჭურვილია ნებისმიერი დასაქმებული შესაბამისი ეკიპირებით, ობიექტზე გამოიყენება ტექნიკა, რომელიც არის თანამედროვე და უსაფრთხო. სახელმწიფოს მთავარ პრიორიტეტად ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა სახელდება. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შესაქმნელად მნიშვნელოვანია საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობა. ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა შრომის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად ქვეყანაში. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია, რომ წარმატებულად დაიწყო ფუნქციონირება შრომის ინსპექციის სამსახურმა, მიღწეული დაკმაყოფილება აქაც არ შეიძლება და სამომავლოდაც ეს უნდა დარჩეს, რა თქმა უნდა, ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. თუმცა არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ აქ მხოლოდ სახელმწიფოს ძალისხმევა ვერ იქნება საკმარისი წარმატებისთვის და აქ აუცილებელია ძალიან აქტიური თანამშრომლობა საჯარო და კერძო სექტორს შორის. შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო დღე 28 აპრილს აღინიშნება. უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად ყოველწლიურად შრომის ინსპექციის სამსახური არაერთ ინსპექტირების სამუშაოს ასრულებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა შტატების საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს სამართლებრივ ატაშესთან გამართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შტატების გამოძიების ფედერალურ ბიუროს შორის არსებული თანამშრომლობა და სამომავლო პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. ოფიციალური ინფორმაციით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობა საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს ატაშემ ანრიო ხანაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ბათუმში ახალი სტარტაპ ინტერაქციული სივრცე გაიხსნა, რომელიც უმასპინძლებს შეხვედრებს სტარტაპების დამფუძნებლებთან და სპიკერებთან ჩატარდება ტრენინგები და ინტერაქციული სესიები. სივრცე ბათუმის მერის პროექტის ფარგლებში შეიქმნა. პროექტი ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორობით შევძელით ამ პროექტის განხორციელება მერები ეკონომიკური ზრდისთვის გაეროს პროგრამის მხარდაჭერით, ამავდროულად ევროკავშირის ჩართულობით შედგა ეს პროექტი, რომელიც ჩვენი ახალგაზრდებისათვის, სხვადასხვა სახის ადამიანებისათვის ტექნოლოგიური და ინოვაციური ხედვების რეალიზებისათვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სივრცე. შევარჩიეთ მთელი აჭარის რეგიონიდან საუკეთესო სტარტაპ პროექტები, 6 სტარტაპ პროექტი დაფინანსდა ჩვენი მხრიდან და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს თუ რაოდენ სწრაფად და მიზნობრივად იზრდება სტარტაპ ეკოსისტემა მთლიან აჭარის რეგიონში და განსაკუთრებით ქალაქ ბათუმში და რა თქმა უნდა ქალაქ ბათუმის მერიას განსაკუთრებული მადლობა იმ მუდმივი და განგრძობადი მხარდაჭერისთვის, რასაც უზრუნველყოფს ბათუმერი ახალგაზრდების სწავლასა და განვითარებაში. პუტინმა გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 3 დღით 8-დან 10 მაისის ჩათვლით იმოქმედებს. იქამდე კი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. მაშველები ამ დრომდე მუშაობენ ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის მახლობლად, სადაც ოკუპანტებმა მართვადი ბომბები გამოიყენეს. დანგრეულია სასწავლო დაწესებულება, დაღუპულია 1 ადამიანი, დაზიანებულია 7 სახლი. Українки сьогодні було вже ჩვენი სამხედროები განაგრძობენ ოპერაციებს კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში. ჩვენ რჩებით რუსეთის ტერიტორიაზე. პოზიციებს იმისთვის ვინარჩუნებთ, რომ სათანადო დიპლომატიისთვის ყველა შესაძლებლობა უზრუნველყოთ. ჯერჯერობით არანაირი ნიშანი არ არსებობს, რომ რუსეთის არმია ნამდვილად ემზადება ცეცხლის შეწყვეტისთვის. პირიქით, აღდგომის შემდეგ ოკუპანტმა განაახლა მისთვის დამახასიათებელი თავდასხმები. რუსეთი ცდილობს მსოფლიოს მოტყუებას, რომ კიდევ უფრო გაახანგრძლივოს ეს ომი. ამიტომ ზეწოლა გჭირდება. ეს აუცილებელია, რომ რუსებმა გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი ომის შესაჩერებლად. ვატიკანსა და რომში შეხვედრებმა დაადასტურა, რომ ჩვენი პარტნიორები ხვდებიან იმას თუ რა ხდება. ლავროს და რუბიოს შორის მორიგის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გავრცელა. რუსეთ-ამერიკის პოლიტიკური დიალოგის საკვანძო ასპექტებზე პროდუქტიული აზრთა გაცვლა გაგრძელდა. ყურადღება დაეთმო უკრაინის კრიზისის, ასევე განიხილეს საერთაშორისო საკითხები წერია განცხადებაში. გუშინ მარკო რუბიომ განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმება უახლოეს მომავალში უნდა გაფორმდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაშინგტონი პროცესს დატოვებს. შტატები გადაწყვეტილებას 1 კვირის განმავლობაში მიიღებს, განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა. მსხვერპლი გაიზარდა ირანში. პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად 40 ადამიანია დაღუპული. დაშავებულია 1200. ნიუ-იორკ ტაიმსმა ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსიდან მოიპოვა ინფორმაცია, რომ ნავსადგურში ნატრიუმის პერქლორატი აფეთქდა. ეს არის ნივთიერება, რომელიც ბალისტიკური რაკეტების მყარი საწვავის შემადგენლობაშია. ოფიციალური თეირანი ინფორმაციას უარყოფს. პორტუგალიაში, ესპანეთში, საფრანგეთის და გერმანიის, ასევე ანდორას რეგიონებში ელექტროენერგია გაითიშა. ლისაბონში მეტრო გაჩერდა, მგზავრები მატარებლებიდან გამოხავთ. მეტრო დაიხურა პორტოშიც. ქვეყნის რიგ ქალაქში გამერტო შუქნიშნები შეფერხებებით მუშაობს მობილური კავშირი. არ ფუნქციონირებს ბანკომატები. ლისაბონის აეროპორტები სარეზერვო გენერატორებზე გადავიდნენ. ელექტროენერგია გაითიშა ესპანეთშიც. მადრიდში დროებით გაჩერდა ბარახასის აეროპორტის ფუნქციონირება, ბარსელონასა და მადრიდში კი მეტრო გაჩერდა. ესპანეთში ასევე არ ფუნქციონირებს ნიშნები, მობილური კავშირი და გადახდის ტერმინალები. შეფერხების მიზეზი ჯერჯერობით არის უცნობი. პორტუგალიის მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთმა წევრმა არ გამორიცხა, რომ ელექტროენერგიის გადაშვის მიზეზი შესაძლოა კიბერშეტევა იყოს. ევრონიუსის ცნობით კი პორტუგალიის ენერგეტიკულმა კომპანიამ განაცხადა, რომ შეფერხების ერთ-ერთ მიზეზად განიხილავს საფრანგეთის სამხრეთ აღმოსავლეთში მოხდა ხანძარს, რომლის შედეგადაც მაღალი ძაბვის ხაზები დაზიანდა. ახალი პაპის ასარჩევად კონკლავი 7 მაისს შედგება. ინფორმაცია ვატიკანმა უკვე დაადასტურა. პაპის დაკრძალვის შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან დღეს კარდინალები პირველად შეიკრიბნენ. მათ უნდა დანიშნონ საიდუმლო კენჭისყრის თარიღი. კარდინალთა კოლეგიის შეხვედრა სიქსტის კაპელაში გაიმართება. დღეს ის ტურისტებისთვის უკვე დაიხურა, მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. შეგახსენებთ, პაპე ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა, ის შაბათს დაკრძალეს.
და ისევ საქართველოს არკეთელის საფეხბურთო ცენტრში განახლებული მოედანი გახსნეს სტადიონის რეაბილიტაცია FIFA-ს პროექტის ფარგლებში ჩაუტარდა. განახლებულ მოედნებს ადგილობრივი საფეხბურთო სკოლების აღსაზრდელები და პროექტ ფეხბურთის სკოლებში ჩართული გუნდები გამოიყენებენ. საქართველოს არის პირველი ქვეყანა, სადაც FIFA არენას პროექტის ფარგლებში ახალი მინი მოედანი გაიხსნა. ვიხარია, რომ ეს ახალი პროექტი, რომელიც FIFA-მ დაიწყო, FIFA Arena კონკრეტულად, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნებში განხორციელდება, პირველი განხორციელდა საქართველოში, კერძოდ აქ, სადაც ამ წუთაში ვიმყოფები და ძალიან გვიხარია ეს ყველაფერი, ვინაიდან ეს კიდევ ერთხელ დასტურია იმ გზის, რაც ჩვენ ერთად გამოვიარეთ ბოლო წლების განმავლობაში, როგორ განვითარდა ჩვენ ქვეყანაში ფეხბურთი. ძალიან ბედნიერები და გახარებულები ვართ, რომ აქ ვიმყოფებით. მადლიერები ვართ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, მისი პრეზიდენტის და მთლიანად ფედერაციის ადმინისტრაციის. მათთან ერთად მოკლე დროში შევძელეთ მოედნის მოწყობა და ამ შედეგი ძალიან ვამაყობთ. ჩვენ გჯერა, რომ მსგავსი პროექტებით ფეხბურთის პოპულარიზაცია შეუწყობთ ხელს და ბავშვებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება. და მადლობა გადავხადო პირველ რიგში FIFA-ს და მის პრეზიდენტს ჯანი ინფანტინოს მადლობა გადავხადო ბატონ ლევან კობიაშვილს და საერთოდ მადლობა უთხრა იმ საფეხბურთო სამყაროს, რომელმაც ეს ჩვენი ფეხბურთი მოიყვანა დღემდე. მინდა ამ ბავშვებს ვინც აქ არიან სულ უსურვო, რომ მათი შრომით, მათი ვარჯიშით მიაღწიონ იმას, რომ თითოეულმა თუ არა ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრმა ითამაშონ დიდი ფეხბურთი. 5 მედლი დაასრულა ძიუდოისთან აკრებმა ევროპის ჩემპიონატი ქართულმა სპორტსმენებმა კონტინენტის პირველობაზე 3 ოქრო და 2 ვერცხლის медаლი მოიპოვეს. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ევროპის ჩემპიონობა იზემა ილია სულამანიძემ, ტურნირის ჩემპიონი გახდა გიორგი სარდალაშვილი. საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა შერეულ გუნდურ ტურნირშიც. საქართველოს სპორტის მინისტრს 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის ნიშნად ევროპის ძიუდოს კავშირის დროშა გადაეცა. დღეს გუნდური ჩემპიონატი იყო და ძალიან გახარებულები ვართ, იმიტომ რომ გამარჯვებით დავასრულეთ. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატის ტურნირს, ძალიან კარგად ჩატარდა საქართველოს ნაკრებისთვის იმ მსოფლიო ჩემპიონატი გვაქვს და გადავართ ხა უფრო სერიოზულ მზადებაზე მსოფლიო ჩემპიონატზე. მარტო ჩემი გამარჯვება არ იყო, ეს იყო საქართველოს გამარჯვება და ყველანაირად მოვიკრიბე ძალა და მოვაპოვებინე ოქროს медаლი. დასრულდა 2025 წლის ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში, სადაც ჩვენმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა. მინდა მიულოცოთ თითოეულ მათგანს წარმატებული ასპარეზობა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე. როგორც მოგეხსენებათ, 2026 წელს თბილისში უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატს. დარწმუნებული ვარ, რომ 2026 წელსაც ჩვენი ნაკრები წარმატებით იასპარეზებს და არაერთ გამარჯვებას აფრთხებს ქართულ გულშემატკივარს. ასეთი იყო კურიერი 6 საათზე დღის ყველა ამბავი. რცხვად შეგიძლიათ ნახოთ რუსთავი ორიჯის ზემე ხვალამდე გემშვიდობებით.